პრეზიდენტთან შევათანხმეთ რაღაცა ტექსტი. ჯერ ეს ერთი არა, ართულიან ეს დოკუმენტი არსებობს. არავითარი მაგდაგვარი დოკუმენტი შეუძლებელია რომ არსებობდეს ნათია და ზუსტად პრეზიდენტის 6 საათზე უნდა მოსულიყო ბატონი მიხეილი, მოვიდა დაახლოებით 25 წუთის გვიანებით გასაგებია. იქ ვიყავით, ზუსტად 6-ის 20 წუთზე თუ 6-ის 25 წუთზე მე დავასრულე ჩემს კომპიუტერთან აკრეფა იმ ტექსტისა, რომელიც უნდა გამოსულიყავით, მე და გიორგი ერთად მუშაობდით, ჩემი ტექსტი მას გავაცანი, იმათ თავის ტექსტი გამოცდა და გარკვეულწილად დროში გავთვალეთ, რომ რამდენად ჩავეტეოდით ზუსტად ჩვენთვის გამოკვეთილ დროში, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ყოფილიყო ნათქვამი, მოვკიდეთ ჩვენს ფურცლებს ხელი და ჩავედით. ჯერ ეს ერთ რამეს გეტყვით, ძალიან მარტივად. ეხლა ამასთან დაკავშირებით ეხლა არც თავის მართლებას არ ვაპირებ და რაღაც არა, ისიც რა მინდა ერთ რამეს გეტყვით რა უბრალოდ. ჩვენი ტექსტი რომ ყოფილიყო სიტყვაზე ვამბობ შეთანხმებული პრეზიდენტთან, ხო? და ჩემი კითხვები დაახლოებით 10 თუ 12 ძალიან კონკრეტული, ძალიან კაფიო კითხვა იყო დაფიქსირებული იმ ჩემს გამოსვლაში, რომ ეს პრეზიდენტს მივართე და ვერც ერთმანეთს ერთი მაინც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ისეთი კითხვა, რომელზეც პრეზიდენტი მერე პასუხს გაცემდა. ეს ყველაფერთვის რომ მომზადებულიყო პრეზიდენტი, საშუალება ქონდა 1 საათით ან თქვათ 9 საათით ან 1 დღით ადრე, რა ვიცი როგორ ფიქრობენ, რომ მე მიმეწოდებინა ჩემი კითხვები. ის ხო ელემენტარულად ისე მაინც მოემზადებოდა, რომ კონკრეტულად ჩემს რომელიმე კითხვას მაინც გასცემდა პასუხს. აბსოლუტურად ყველა კითხვა დატოვა უპასუხოდ. არც აბსოლუტურად ყველა კითხვა. შესაბამისად, ბოლო-ბოლო ეს ადამიანი მოემზადებოდა, არ არის ახლა უნიჭო ადამიანი, მაგ თვალსაჩინო, რასაც ქვია გამოსვლები და ტექნოლოგიები. გასაგებია, ბატონ გიორგი, ის რომ მოემზადებოდა გამცემდა პასუხი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერც ერთ კითხვაზე ვერ გამცა პასუხი, იქამდე მივიდა საქმე, რომ კაც დაჭირდა პრეზიდენტს საჭიროება გაუჩნდა იმისი, რომ ადგა მოითხოვა მთავრობასთან კონსულტაციები, რომ ელემენტარულად რაიმენაირად მე ჩვენ კითხვებზე პასუხი გაეცა. ის რომ თქვენ საზოგადოების ნაწილი გნებოთ პოლიტიკური სპექტრი, თქვენ ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში გადანაშაულებთ. იცით, არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ეს მოსაზრება წამოვიდა იქიდან, რომ თქვენ, როდესაც იყავით ჟურნალისტები, თქვენ და თქვენი გუნდი, ბევრად უფრო კრიტიკულები იყავით ხელისუფლების მისამართით და მაშინ, როდესაც თქვენ წახვედით პოლიტიკაში, თქვენ თითქოს დღეს აღარ ახართ ისეთი კრიტიკულები. მაშინ მითხარი, რას ნიშნავს კრიტიკული იყო? აი რას ნიშნავს იყო კრიტიკული, მაშინ მოდი ამ კუთხით შევხედოთ. ჩვენ თვლით რომ ძალიან კრიტიკულები ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ საქმიანად კრიტიკულები. თუ ვიღაცა ფიქრობს რომ ეხლა მე იქ უკაცრავად მაბადი ტექსტათველი უნდა გამეხადა და მესროლა ტრიბუნაზე პრეზიდენტისათვის, ან გამოსულიყავით და დინება დამეწყო, ან რაღაცა დებოშია მეტეხა იქ, ხო? და ამას ჩათვლიდა რომ აი ნახე როგორი ოპოზიციონერია, ნახე როგორი რადიკალია და ნახე რა მაგარია, მე ვთვლი რომ ესე არ უნდა გავაკეთო. მე ამას არ ჩემ თავს ვაკადრებ, არც საზოგადოებას. ფეხსაცმლის მსროლაზე არ არის ბატონო. აბსოლუტურად ყველა თემა, რომელიც წამოვიდა ხელისუფლებიდან, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ არის ძალიან არასწორი მიმართულებით გატარებული პოლიტიკა. არის გატარებული სერიოზულ პოლიტიკურ ქარცეცხლში. მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ამისათვის არსებობს ცივილიზებული ფორმა. ჩვენ რო შევიქმნით ჩვენი პოლიტიკური ძალა 1 წლის წინ, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ განვახორციელოთ სერიოზული ცვლილებები ამ ქვეყანაში, მაგრამ განვახორციელოთ ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზებული, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. და არა სხვანაირად მე ვნახე, სამჯერ ვნახე ქვეყანაში, როგორ მოხდა საპარლამენტო ბერკეტი. ნუ შეგიძლიათ, თუნდაც თქვენ როგორც ყოფილი ჟურნალისტი, შეგიძლიათ თუ არა მაგალითი მომიყვანოთ თქვენ იმისა, რომ თქვენი პარლამენტში შესვლით იქნებათ მედიის განვითარებაში წვლილი გაქვთ. ძალიან ტელეკომპანია მაესტროს მაგალითს ნუ მომიყვანთ რა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თავიანთ დამსახურებას მიიჩნევენ იმას, რომ ტელეკომპანია მაესტროს ლიცენზია აღუდგა. ამე ერთ რამეს გეტყვით, ტელეკომპანია მაესტროს არავის კეთილი თვალების და ლამაზი თვალების გულისთვის არ მეუნიჭებია და არ მისცეს სრულად დამსახურებული პოლიტიკური გადაცემების წარმოების ლიცენზია. არ მომხდარა ეს იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბრძოლი, ძალიან სერიოზული დასავლეთის ზეწოლის ძალიან სერიოზული მაგალითი იყო იმისა, რომ ბოლო-ბოლო აი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რაშიც ძალიან სერიოზულად მიიღო მონაწილეობა თავად მაესტროს კოლექტივმა და იმ ადამიანებმა, ვინც მუშაობდა და ვინც ემუშავა იქ და ძალიან ბევრმა კონკრეტულად პოლიტიკურულად მათ შორის ჩვენ სხვათა შორის არანაკლები მიგვიწვის და ეს ძალიან კარგად იცის ყველა ის ადამიანი. კიდევ რა მაგალითი შეგიძლიათ მომიყვანოთ მედიის განვითარების თქვენი წვლილი. გახსოვთ თუ არა პარლამენტში ჩვენ რო შევედით, როგორი სიტუაცია იყო მედიას საშუალებაში, ნაციონალურ მედიას საშუალებაში. საქართველოს არც ერთ ნაციონალურ ტელეკომპანიაში არ არსებობდა არავითარი გადაცემა, რომელსაც ჰქონდა ან თოქ-შოუს, ან დებატის ფორმატი.
არ არსებობდა. საერთოდ იყო აბსოლუტური სრული საინფორმაციო ვაკუუმი იყო იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს ოპოზიცია, თუნდაც იწყებოდა და მთავრდებოდა იმით, დედა რა კარგია ეს ქვეყანა, რა კარგია. რომელ პოლიტიკურ თოქ-შოუებს გულისხმობთ შეიძლება? თუნდაც იგივე ნათიას ორდიას პოლიტიკური თოქ-შოუები გულისხმობთ. ნათია ორდიას პოლიტიკური თოქ-შოუ არსებობდა ბატონ გიორგი? არა, როგორ არსებობდა? არაფერი არ არსებობდა. ეს იყო ვალდებულება იყო პირველი საზოგადოებრივ მაუწყებლებს, რომ არჩევნების წინ ერთი თვით ადრე უნდა ყოფილიყო თოქ-შოუ. მაგრამ ამდაგვარი არჩევნების შემდეგ არავითარი თოქ-შოუ აღარ იყო. არც პირველ აღზე, არც რუსთავში, არც იმედზე. კი ბატონო. მას შემდეგ რა ძალიან სერიოზული ბრძოლის და აი ეს მარტო ბრძოლა როგორ გიცნობთ, ეს ხელის გადაღუნვაზე არ არის საუბარი. ძალიან სერიოზულად დასავლეთის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევით, ზეწოლით იქიდან, საზოგადოებრივი აზრის შექმნით, რომ ამას თუ არ გააკეთებ, იქნება იმდენად არაპოპულარული ნაბიჯი, რომ შემდეგ ძალიან სერიოზულად დაისახება ეს თუნდაც იგივე არჩევნებზე ეს ვადამდელი იქნება თუ თავის დროზე ჩადატარებელი. აქედან გამომდინარე მოხდა ის, რომ კანონში ჩაიწერა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლობას აქვს ვალდებულება, რომ ყოველგვარი არჩევნების პერიოდის გარეშე მუდმივად კონდეს გადაცემა, რომელსაც ეხება დებატების და თოქ-შოუს. გასაგებია, ბატონ გიორგი. როდესაც პირველმა არხმევის გააკეთა, იგივეს გაკეთება მოუწია ბუნებრივად უკვე იმედსაც და რუსთავიორს. ეს ერთი ნაბიჯი აღდგა ამ შემთხვევაში, მაგრამ ხანუ რა ვინ უმოგწოვს ახლა ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ერთ თვეში მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ამდენი წლის განმავლობაში უკიდურეს ჩიხურ სიტუაციამდე მიიყვანა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ამდენი წლის განმავლობაში უკიდურეს ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა, სწორედ აი ამას ასახელებენ იმის მიზეზად არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომ გაზაფხულზე შესაძლოა დაიწყოს პერმანენტული აქციები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ბატონ გიორგი, თქვენ ამ მოთხოვნას არ უერთდებით, თქვენი პარტია არ უერთდება. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პოზიცია მათთან დაკავშირებით. პირდაპირ მიპასუხეთ, უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა. პირდაპირ მიპასუხეთ თუ შეიძლება, კი თუ არა. მე ძალიან გაყოფილი ვიქნები და ძალიან ასიამოვნებით. მაშინ რატომ არ უერთდებით არასაპარლამენტო ოპოზიციის ამოთხოვნა? მაგრამ მე ვთვლი, რომ იცით, არ შეიძლება საზოგადოების ასე უკვე მემილიონი ჯერ შეცდომაში შეყვანა და ასე საზოგადოების ემოციის ასე თამაში. ის რომ ეხა მე მოვითხოვე სააკაშვილის გადადგომა, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ან ვინმე მოითხოვა სააკაშვილის გადადგომა. ჩვენ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. მანამ თუნდაც სააკაშვილმა უცებ კეთილი ნება რომ გამოიჩინოს და გადადგეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი რომ დღეს გადადგეს და საპრეზიდენტო არჩევნები რომ დაინიშნოს თავიდან. დღევანდელი საარჩევნო კოდექსით, დღევანდელი საარჩევნო გარემოთი და გარემოში მე გეტყვით რას გულისხმობ, ეს არის მედია, ეს არის მედია, რომელიც დღეს ვერანაირად ვერ ასახავს საზოგადოების თქვენ საუბრობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ზეწოლა და პრეზიდენტი სააკაშვილი. მე თუ ვერ აქვს ახლა ამას თუნდაც რაღაც წუთნახევარში მაინც ჩავატევ ამ პოზიციას. ჩატევა როგორც ჟურნალისტი. კი, ნამდვილად და გამაღში გამოგზავნე. კი ბატონო, მე ვერ შეგედრები. ჩვენ თუ ამ შემთხვევაში ვერ გვექნება ძალიან კონკრეტული ცნობა იმისა, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ საარჩევნო გარემო და რაც ის საარჩევნო გარემოს შეცვლა. ეს არის მედიის გათავისუფლება, რეალურად გათავისუფლება, რომ საზოგადო ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ნებისმიერ პარტიას, ოპოზიციურ პარტიას გულისხმობ ამ შემთხვევაში. შეეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება და თავისი პოზიციის განცხადების მესიჯის მიტანა საზოგადოებამდე, ის ვერ იქნება კონკურენტულარიან გარემოში. ეს ერთი. მეორე, სანამ სასამართლო არ იქნება ელემენტარულად გათავისუფლებული და სამართლიან სასამართლოს ვერ მივახცევთ, თუნდაც რაღაცა გარკვეული დიდი პროცენტით, ვიდრე არის დღეს, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევწვით გარემოს. ბატონ გიორგი, სასამართლოზე წოლა, მედიაზე წოლა, თქვენ საუბრობთ თავად, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, აბა ვის მხრიდან? გასაგებია და სწორედ ამაზეა საუბარი. თქვენი ოპონენტები ახლა აქ რომ იჯდეს თქვენი ერთ-ერთი ოპონენტი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, ალბათ კითხავდეთ, რომ თუ ეს ხელისუფლება წავა, მაშინ აქედან გამომდინარე, მედიაც ხომ განთავისუფლდება. მაგაში რომ მარტო იმიტომ რომ ვიღაცა იწვის რომ ეს კაცი წავიდეს, ამიტომ არ წავა. და ძალიან გთხოვთ, აი კონკრეტულად მე პირდაპირ არაერთხელ დაგვიცხადებია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე ქრისტიან დემოკრატები თუ რამე განცხადებას გავაკეთებთ. ყოველთვის ეს განცხადება იყოს აი ერთმნიშვნელოვნად გასაგები მოსახლეობისათვის. რომ იმეს არ გაუჩნდეს მე კითხვის ნიშანი, რომ იმ მართლაც აი გულისხმობს და ასე შემდეგ. ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ჩვენ დღესვე მოვაწერთ ხელს მესამე პუნქტს მაგ მემორანდუმის. სადაც წერია, არა, ლოგიკურად უნდა ავხსნათ რა, სადაც წერია, რომ ამ პუნქტში საუბარია საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და გაუმჯობესებაზე. ჩვენ ამას ვერანაირად ვერ მოვახერხებთ, აი ამ სამი პუნქტის გაუმჯობესებას ვერანაირად, თუ ჩვენ დიალოგს გადავჭით და არანაირ საუბარზე არ წავალთ, როგორც პირველ მეორე პუნქტში არის, ამ შემთხვევაში დღევანდელ ხელისუფლებასთან. მოგწონს ეს ჩვენ თუ არ მოგწონს, ძირითადად არ მოგწონს, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არსებობს, ამიტომ ის თუ არ დაждდა იგივე იმ მაგიდასთან მოლაპარაკებაზე, ვერ საარჩევნო კოდექსს შეცვლი, ვერ საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებ და ვერანაირად ვერაფერს ვერ შეცვლი. ამ ვერც პარლამენტის გამოყენებით და ვერც თუნდაც დასავლეთის ზეწოლის გამომდინარე. ჩვენ თუ გადავხანით ეს ყველაფერი, დღეს ძალიან სერიოზულად დაინტერესებულია პრეზიდენტი, რომ ჩვენც მოვაწეროთ მაგაზე ხელი. იცით როგორ არის დაინტერესებული? ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მთელი დასავლეთი და ეს არის გაფორმებული უკვე ქარტიით, რომელიც ამერიკასთან გაფორმდა, საქართველოს აიღო ვალდებულება მეოთხე პუნქტით, რომ მას უნდა კონდეს ხელისუფლებას, უნდა კონდეს მუდმივი დიალოგი ოპოზიციასთან, მუდმივი მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციის წინადადებებით და შეჯერებით და ასე შემდეგ გაუმჯობესდეს. ხრისტიან დემოკრატები
არის ის პოლიტიკა, რომელიც აწარმოებს მუდმივ დიალოგს. ეხლა რა ხდება გეტყვით, ძალიან მარტივად გეტყვით. ჩვენ რომ ამას ხელი არ მოვაწეროთ, ხო? ძალიან დიდი დაინტერესება აქვს სააკაშვილთან რომ მოვაწეროთ. ძალიან დაინტერესებულია ამაში სააკაშვილი. იმიტომ მაშინ როდესაც ყველა თხოვს, დასავლეთი თხოვს რომ შენ უნდა ესაუბროთ ოპოზიციას. შენ უნდა ესაუბრო ოპოზიციას. ქრისტიან დემოკრატები ესაუბრებიან. პრეზიდენტს აქვს ძალიან მარტივი დამოკიდებულება. ვის უნდა ვესაუბრო მე? ვის უნდა ვესაუბრო, როდესაც არც ერთ ჩემთან საუბარი არ აქვს. ძალიან მარტივად გამოძღება ამ სიტუაციიდან, მაგრამ დღეს ამის საშუალება აღარ